ამინ. მერთმა დაგლოცოთ და მერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა ევანგელიური ლიტურგიისთვის, რომ მოგვეცა საშუალება და ძალა იმისა, რომ აღვესრულებინა კიდევ ერთი ლიტურგია და ვინც ეზიარეთ, ყველას გილოცავთ, საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებებთან ღმერთმა გაგაძლიეროთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ხსენებას. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს დავით და ტარიჭანს, ასეთი ქართველი საქართველოში ცხოვრები, ქართველი მოწამეები არიან, საკმაოდ ისეთი საინტერესო და შეიძლება ითქვას სულის შემძვრელი ისტორია არის მათზე. ესე იგი ისინი დაიბადნენ საქართველოში, როგორც თქვი და ერის თავართა ოჯახში დაიბადნენ და თავიდანვე ქრისტიანები იყვნენ. და ბიძა მათი იყო წარმართი. და როდესაც მათ მამა გარდაეცვალათ და მათ ქონებას ბიძამ დაუწყო, ასე ვთქვათ, ხელის წაპოტინება, ესე რომ ვთქვათ, რომ უნდა თავისკენ მას აეყო მათი ქონება. უთხრა ამ ძმეებს და თავის რძალს, ამათ დედას, დავით და ტარიჭანის დედას, რომ გადადრეკილიყვნენ ქრისტეს სარწმუნოებისგან და ეს წარმართობა მიეღოთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მათ უარი უთხრეს და ეს ბიძამისი დაემუქრა მათ სიკვდილით, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ იქნებ რაღაცა კბილის სიტყვით გადავდრიკო და თავისთან დაიბარა თავისი ძმისშვილები და იქ თხოვა, რომ მამა თქვენი რა რჯულსაც მიყვებოდა, ეს რჯული დაუტევეთო და ჩემ რჯულზე გადმოდითო, მაგრამ იქაც უარი მიიღეს ამ ყველაფერზე და განრისხებულმა ამ დავით და ტარიჭანს ბიძამ, ასე ვთქვათ, ისევ სიკვდილით დაემუქრა და ერთ დღეს, როდესაც ცხვარს, ასე ვთქვათ, ცხვარი ყავდათ გაყვანილი საძოვრად ამ ძმებს, აი გადაწყვიტა ამ ბიძამ, რომ იქ შეეპყრო ესენი და შემდეგ სიკვდილი დაესაჯა და ჯარს გაუძღვა წინ მივიდნენ ამ ადგილზე, სადაც ეს ორი ძმა ცხოვრებს მწყემსავდა და რომ დაინახა დავითმა ბიძამისი გაუხარდა და ასე ვთქვათ შეეგება მას, რომ გადახვეოდა, რომ ბიძა ეხა მაინც და ამ ადამიანმა არც აცალა გადახვევა და ეგრევე განით განგმირა, ხმლით განგმირა და ადგილზე მოკლა და შემდეგ მისი ძმაც, ასე ვთქვათ, იქვე სიკვდილით დასაჯა და გაიქცა მის ტარიჭანი გაიქცა, მაგრამ დაეწივნენ ეს მის ჯარის ამალის ხალხი და სიკვდილით დასაჯეს. ისაც და რომ დაბრუნდნენ იმ ადგილზე, ეს ბიძა მათი დაბრმავებული დახვდათ და თვალს დაუბნელდა ამ ადამიანს და მიხვდა რის გამოც იყო ეს სასჯელი მასზე მოწეული და იქვე სხვათა შორის ეს არის ნიშანდობლივი, რომ იქვე მიხვდა თავის დანაშაულს და დაიწყო ტირილი და შემდეგ მივიდა ამათ დედასთან, დედამაც გაიგო ეს ყველაფერი და მოვიდა შვილების ცხედრათან და დასტიროდა ამ შვილებს ესე ზამხობილი ამ ცხედრებზე და მივიდა ეს ადამიანი და შენდობას თხოვა ამათ დედას, რომ ევედრეო შენ მოწამე შვილებსო, ღვთის წინაშეო, რომ აი ეს ჩემი უგუნურება ცოდვათ არ შემერაცხოსო და დიდი თხოვნა მუდარის შემდეგ ამ ქალმა აპატია ეს ყველაფერი და უთხრა, რომ ღმერთმა გაპატიოს ის, რაც გაუკეთე ჩემ შვილებს და მე შევევედრები ღმერთს, რომ მოგიტევოს შენი ცოდვა და ილოცა და ეს ადამიანი განიკურნა. და შემდეგ მოხდა ისე, რომ ამ დავით და ტარიჭანის სახელზე თვითონვე კათოლიკოსსაც შენდობა თხოვა და თვითონვე გადაასვენა, ააშენა ტაძარი და მათი ნაწილები ამ ტაძარშივე დაასვენა და აი ესეთი მცირე ისტორია მათ შესახებ ღმერთი შეგვეციოს მათი ლოცვით და საგულისხმო არის მოწამეების ცხოვრება, ბევრი წაგვიკითხავს, ბევრი გვითქვამს, ბევრი მოგვიყოლია და ფაქტიურად არც გვიკვირს ის, რომ ეს ადამიანები ესე გამხნევებულები ყოველთვის ეწირებოდნენ თავ ქრისტეს სარწმუნოების გამო, მაგრამ აი ეს ადამიანის ამ ისტორიიდან მათი ბიძის ასე ვთქვათ საქციელია საგულისხმო უდიდესი ცოდვის შემდეგ, ასე ვთქვათ უკიდურესი შეცვლა და იმ წამსვე რომ მიხვდა რას მოხდა მის თავს და რომ შეინანა, აი ეს არის საგულისხმო და ღმერთმა ქრას, რომ სინანურის გრძნობით ჩვენს ყოველთვის ყველა ჩვენი დანაშაული, მცირე დანაშაულები ღმერთმა დაგვიფაროს კაცის კულისგან, მაგრამ ჩვენი ყველა დანაშაულია მაინც და თავარია რომ ღმერთმა მოგცეს სინანურის გრძნობა და ჩვენი ცოდვების განცდის გრძნობა მოგცეს და ძალა, რომ შევინანოთ და ესე სინანულით
ჩვენ ღვთის წინაშე ვიცხოვროთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.